ის ავტოკატასტროფაში 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიღუპა, მაგრამ მისი კეთილი საქმეების შესახებ დღემდე მთელი მსოფლიო საუბრობს. 2012 წელს ახალგაზრდა სამხედრო, რომელიც ახლახან დაბრუნდა მივლინებიდან, საცოლესთან ერთად საიუველირო მაღაზიაში შევიდა. ისინი ქორწილისთვის ბეჭდებს არჩევდნენ. ბოლოს ისეთი ბეჭდები იპოვეს, რომლებიც ძალიან მოეწონათ, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ მათი ყიდვა არ შეეძლოთ. გულდაწყვეტილებმა მაღაზია დატოვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ გამყიდველი მათ დაეწია და ზუსტად ის ბეჭდები გადასცა, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეარჩიეს. აღმოჩნდა, რომ ბეჭდების სრული საფასური $9,000 უცნობ ადამიანს უკვე გადახდილი ჰქონდა. არც სახელი, არც გვარი, არც წერილი, უბრალოდ ბეჭდები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ აუსრულებელ ოცნებად ეჩვენებოდათ, ახლა მათ ხელში იყო. წლების შემდეგ, ტრაგიკული ავარიის შემდეგ გამყიდველმა ეს წვლილი მოძებნა და უამბო, ვინ იყო ის უცნობი ადამიანი. აღმოჩნდა, რომ ბეჭდების საფასური ჩუმად გადაიხადა პოლ უოკერმა. იმ დღეს მსახიობი მაღაზიაში შემთხვევით იმყოფებოდა. მან წყვილის საუბარი გაიგონა და გამყიდველს სთხოვა ბეჭდების საფასური მის ნაცვლად გადაეხადა და ისინი ახალ დაქორწინებულებისთვის გადაეცა. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა. არავის ეთქვა, ვისგან იყო ეს საჩუქარი. ის ფორსაჟის ლეგენდა იყო, მაგრამ ცხოვრებაში ისეთივე უბრალო და თავმდაბალი დარჩა, როგორიც ეკრანის მიღმა. ადამიანი, რომელიც სიკეთეს ჩუმად აკეთებდა.